უწყვეტი პროევროპული პროტესტის მე-400 დღეს 1 იანვარს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ. თოვლისა და სიცივის მიუხედავად აქციის მონაწილეები პარლამენტთან გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტთან სხვადასხვა ქართული ხალხური სიმღერა იმღერეს. ახალი წლის პირველ დღეს აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ყოველდღიური პროტესტის გარდა მოქალაქეები ხალხმრავალ დემონსტრაციებს შაბათობით აწყობენ. აქციის მონაწილეები 19 საათზე ხვალ ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად სულალობით პარლამენტთან მივდნენ. შაბათი მარშის დღეა და მე ცხოვრობ შაბათიდან შაბათამდე და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ყოველ შაბათს უფრო მეტი ხალხი გამოვა, უფრო მეტი იქნება პროტესტი, რადგან მთელი კვირა საკმარის ბოროტებას ჩადის ეს მთავრობა. მე მინდა ყველას ვთხოვოთ, რომ არ გამოტოვოთ შაბათი, რადგან შაბათ დღეს აქ გამოდის ის ხალხი, რომელია ადამიანებიც არის საქართველოს მომავალი, რომლებსაც უნდა ჩაბარდეს ჩვენი საქართველოს ბედი და რომლებიც უნდა განაგონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ თქვენ იქნებით მათთან ერთად და თქვენ გაიცნობთ საქართველოს მომავალს. გელოდებით ყოველ შაბათს მარშზე. უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ახალ წელს 124 სინდისის პატიმარი ციხეში შეხვდა. თქვენით რომ ყოველ შაბათს იმართება ტრადიციული მსვლელობები ფილარმონიიდან და გვინდა ხვალინდელი მარში მიეძღვნა ზუსტად სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას. შაბათი მარშის დღეა, ხვალ 7 საათზე გელოდებით ფილარმონიასთან.